უმნიშვნელოვანესი დღე არის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში და თითოეული ქართველი ადამიანისთვის. ეს არის დღე, როდესაც საქართველო იყო ერთიანი და დარჩა საქართველოს და ქართველი ერის ერთიანობის სიმბოლოდ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც გვაქვს ეს ასე თუ ისე სხვადასხვა ესეთი მრავალპოლუსიანობა ქვეყანაში, ისევ 9 აპრილი იქნება ის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გააერთიანებს ჩვენ ერს. 9 აპრილი დღე, როდესაც ქართულმა ხალხმა თავი შეწირა საქართველოს ერთიანობას, საქართველოს დამოუკიდებლობას, დღეს ჩვენ მოვედით მემორიალთან, პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. ეს დღე არის ქართველი ხალხის გამარჯვების და დამოუკიდებლობის მოპოვების და მინდა მიულოცო ყველას ეს დღე და ხსოვნა შეუთვალოთ იმ გარდაცვლილებს, რომლებმაც თავი შესწირეს ერთიანობას. დღეს კიდევ ერთხელ პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ ჩვენ გმირ ადამიანებს და მეუფესთან ერთად გადავიხადეთ მათ სახელზე პანიშვილი, დიდება მათ სახელს, დიდება გმირებს. 9 აპრილს უშუალოდ შევესწარი რუსთაველზე რაც მოხდა, იქვე ვცხოვრობდი. და არ შეიძლება განელდეს ის ტკივილი, ის განცდა, რაც იმ დღეებში საქართველოს მოიცვა. თვალწინ მიდგას მთელი საქართველო ღვთისმსახურებით ხელში აბღავლებული, ატირებული დადიოდა. დღემდე მოყვება ეს ძლიერი გულის ტკივილი და ამავე დროს სასიხარულო განცდა, რომ ამით რაღაც ახალი და რაღაც დიდი დაიწყო ჩვენ ცხოვრებაში და ღმერთმა საქართველოს ნათელი მომავალი მისცეს. იმ დაღუპული, მოწამეობრივი სისხლის დაღლილი მიწაზე აშენდეს ძლიერი და ბედნიერი საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ ჩვენი განვლილი დღეებით და ჩვენი 9 აპრილით. მადლობა ყველას, ვინც დღეს ეს მართლაც ტკივილით და სიხარულით სავსე დღე აღნიშნა.